როიტერმა გავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს 240,000 უკრაინელს, რომლებიც ქვეყანა რუსეთთან კონფლიქტის გამო დატოვეს, დროებითი ლეგალური სტატუსი გაუქმოსო. გამოცემის ცნობით ეს ნაბიჯი პოტენციურად დააჩქარებს უკრაინელების აშშ-დან დეპორტაციას. როიტერსი წერს, რომ აღნიშნული ზომა, რომლის განხორციელებაც აპრილშია მოსალოდნელი, განსაცვიფრებელი შებრუნება იქნება იმ სტუმართმოყვარეობისგან, რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინელების მიმართ გამოიჩინა. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინელების დაცვაზე უარის თქმა ჯერ კიდევ მანამდე იგეგმებოდა, სანამ ტრამპი თეატრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვლოდიმერ ზელენსკის საჯარო დაუპირისპირდებოდა. როიტერსის წყაროები განმარტავენ, რომ ეს გეგმა არის ტრამპის ადმინისტრაციის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, ლეგალური სტატუსი გააუქმოს 1,8 მილიონზე მეტ მიგრანტს, რომლებსაც შეერთებულ შტატებში შესვლის უფლება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაწყებული დროებითი ბინადრობის ნებართვის ჰუმანიტარული პროგრამების ფარგლებში მიეცათ. როიტერსი ასევე წერს, რომ მიგრანტებს, რომლებსაც დროებითი ბინადრობის ნებართვის სტატუსი ჩამოერთვათ, შესაძლოა დაჩქარებული დეპორტაციის პროცედურები დაემუქროთ. გამოცემის ინფორმაციით 240,000 უკრაინელის და 530,000 კუბელის, ჰაიტელის, ნიკარაგუელის, ვენესუელის და ასე შემდეგ დეპორტაცია იგეგმება. ის ამბავი გასაგებია, მაგრამ უკრაინელებთან დაკავშირებით, როცა ქვეყანა ომშია, ეს ნაბიჯი როგორ აღიქმება, ცალკე საკითხია. პარალელურად ჩვენ ახეთ პოლიტიკოს სტატიამ გამოცემამ დაწერა, რომ დონალდ ტრამპის თანაშემწეებმა ვლოდიმერ ზელენსკის პოლიტიკურ ოპონენტებთან ფარული მოლაპარაკებები გამართეს, ანუ ოპოზიციას ელაპარაკებიან ფარულად. პოლიტიკო წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარემოცვის მაღალჩინოსნებმა მოლაპარაკებები უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოსთან და ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პარტიის წევრებთან გამართეს. გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები უკრაინაში სწრაფი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას შეეხო. ამ ინფორმაციას მალევე გამოეხმაურნენ იულია ტიმოშენკოც და პეტრო პოროშენკოც. მათ არ უარყვიათ, რომ კონტაქტები აქვთ ამერიკელებთან, თუმცა თქვეს, რომ ისინი არ ეთანხმებიან ახლა ომის დროს არჩევნების ჩატარებას და ამ საკითხში ზელენსკის გვერდით არიან. მარკო რუბიომ კი თქვა ასეთი რამ, უკრაინაში კონფლიქტი აშშ-სა და რუსეთს შორის არაპირდაპირი ომიაო, ამბობს სახელმწიფო მდივანი. თავიდანვე ცხადი იყო, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამას გახანგრძლივებულ ჩიხში შესულ კონფლიქტად განიხილავს. გულწრფელად რომ თქვათ, ეს არის არაპირდაპირი ომი ბირთვულ ძალებს შორის. აშშ-ს, რომელიც უკრაინას ეხმარება და რუსეთს შორის და ის უნდა დასრულდესო, განაცხადა მარკო რუბიო. მისი თქმით, უკრაინაში ომის დასრულება ორივე მხრიდან დათმობებს მოითხოვს. მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარე უნდა მივიყვანოთ. უკრაინელები იქ უნდა იყვნენ, რა თქმა უნდა, ეს მათი ქვეყანაა. მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსებიც უნდა იყვნენ. ამის გაკეთება მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია, მიზნად ეს რჩება და სწორედ ამაზე ვართ ახლა ორიენტირებული. მოკლედ, ეს ბოლოცობები ამერიკიდან, დანარჩენი ხა ჩვენ ყველაფერი ვიცით, რაც მოხდა მანამდეც და როგორ გონიათ, რა თამაშს თამაშობს ამ შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაცია. ეს განცხადება, რომ ეს არის რეალურად ომი ამერიკასა და რუსეთს შორის, ფაქტობრივად იმეორებს იმას, რასაც ჩვენთან ამბობენ პრორუსები, რუსები რასაც ამბობენ, რომ ეს უკრაინა არაფერს შუაში არ არის, ჩვენ დასავლეთი გვეომება უკრაინის ხელით. რას ნიშნავს ახლა ასეთი განცხადება მარკო რუბიოს მხრიდან? რაც შეეხება აღნიშნულ განცხადებას, მორიგი ასე თქვათ, პირველ რიგში ანტიამერიკული განცხადება, ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ხასიათის განცხადება, როდესაც თქვათ ერთ ქვაბში ხარშავ, ხო, რუსეთს და უკრაინას, იგივე ელონ მასკმაც განაცხადა, ხო, შეწყვიტეთ ეს სისხლისღვრა და ამ შემდეგ ეს იგივე არის, ხო, აქ რო აი ორივე მხრიდან ძალადობას რო გმობენ რა, მავანი და ან რა ვიცი, ახლა არც რუსეთი არ მინდა და არც დასავლეთი და მე საქართველოს ინტერესები და ამ დროს ნუ ახლა გასაგებია, ხო, რომ მხარესაც დგას კონკრეტული ადამიანი, ხო, როგორ შეიძლება, ხო, ახლა სოკრატესა კარგად სხვათაშორის ნათქვამი, რომ სიბრძნის თავარი საფუძველია გაარჩიო რა არის და აღიქვავდა რა არის, სწორედ რა არის ბოროტება და რა არის სიკეთე. როცა ამას არ აღიქვავდა ერთ ქვაბში ხარშავ ბოროტს და კეთილს, ნუ აქ ძალიან რთულია ამ შემთხვევაში რაღაც რაციონალური რაღაც აზრი გამოიტანა და გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომაც, რა ვიცი, ძალიან დიდი პრობლემაა თქვა ეს რუბიოს განცხადება ამ
შემთხვევაში, მაგრამ რას ემსახურება? მე ესე მგონია, რომ ხა ტრამპს ეს უბრალოდ ტერმინი რო გამოიყენებს, თუნდაც თავისი გაიტანოს და მე რო გავხდები პრეზიდენტი, ხო გამაცხადა, ხო, რომ აი ომს სადღაც რაღაც ერთკვირაში ომს დავასრულებ. ხო, ეს წინასაარჩევნო დაპირება იყო და რატო? რომ იმიტომ რომ რაზე საუბრობდა, რომ ეს ამერიკელების ფული, რიგითი ამერიკელების ხო, გადახდილი ფული მიდის უკრაინის დასახმარებლად და ომი უნდა შეჩერდეს, რომ ეს ფული შემდგომში მოხმარდეს რიგით ამერიკელს და თითქოს ახლა ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე, სურს რომ მშვიდობამ დაისადგუროს და პლუს თქვა, რა თქმა უნდა, ოდესაც მან განაცხადა, რომ ომს გააჩერებდა, ანუ მარტო მას შეუძლია ომს გაჩერება, სურს ეს გააკეთოს, რომ მისი ავტორიტეტი ამაღლდეს. თუმცა ამბობენ, რომ ორივე მხარე უნდა წავიდეს დათმობაზე, მაგრამ არ ამბობენ რუსეთი რა დათმობაზე უნდა წავიდეს, გარდა იმისა, რომ ცეცხლი უნდა შეწყვიტოს, და სამაგეროდ უკრაინის მხარეს თხოვენ ყველაფერი იმას, რასაც რუსეთი თხოვს. ხო, ეუბნებიან ნატო უნდა დაივიწყო, ეუბნებიან არჩევნები უნდა ჩაატარონ, რომ ზელენსკი წავიდეს, ეუბნებიან რომ ტერიტორიებს ვერ დაიბრუნებ, ანუ გამოდის რომ ფაქტობრივად უკრაინამ უნდა დათმოს და რუსეთმა რა უნდა დათმოს, ამას არავინ არ ამბობს ამერიკის მხრიდან. გიორგი, თქვენ რას ფიქრობთ ხა, რამდენად შესაძლებელია ასეთ პირობებზე მშვიდობის მიღწევა და რამდენად სამართლიანი იქნება ხა ტრამპმა გადმოყარა და მასკმა გადმოყარა, ასე ვთქვათ, ნიანგის ცრემლები, უკრაინის კიდევ რამდენი მშობელი უნდა დარჩეს შვილის გარეშე და რამდენი შვილი მამის გარეშეო. ისე გამოყავთო თითქოს ტრამპს და მასკს უფრო ადარდებს უკრაინელების ბედი ვიდრე თავად უკრაინელებს. მან თავარი პასუხი ალბათ ის იყო უკრაინული ესტაბლიშმენტმა, რაც უპასუხოა პოროშენკომ და ტიმოშენკომ, რომ ანუ ახლა როცა ქვეყანა ომში არის, ამ ქვეყნის დაძალება არასამართლიანი მშვიდობისკენ არის პირდაპირ რუსეთის კარტით თამაში, ხო? და კიდევ ერთი რამ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ომში ყოფილი ქვეყნის მოქალაქეებს დეპორტაციისთვის ამზადებენ, ეს ძალიან გავს 2007 წლის 2006 წლის ქართველების დეპორტაციას რუსეთთან, ხო? ეს სტილი დაახლოებით ტრამპის იგივეა, რაც ხუდის, ანუ იყენებს მოწინააღმდეგეს კი არა, თავად მოკავშირის სისუსტეს, წესით მოკავშირის სისუსტეს და ურტყავს ყველაზე მწარეში, ხო? ჩვეულებრივი ადამიანების სიცოცხლე, ჩვეულებრივი ადამიანების უსაფრთხოება, ხო? ხალხმა გაიქცა, ესე იგი, ხო, კონფლიქტის ზონიდან, გაიარა მთლიანი ოკეანის მეორე მხარეს გადავიდა საცხოვრებლად, რომ ომის დროს უბრალოდ უსაფრთხოდებსო თავი და ამ ადამიანებს აგზავნიან უკან. ხო? ასეთი პოლიტიკა, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებს ახასიათებს ერთი ძალიან ცუდი რამ, რაც რამდენიმეჯერ უკვე მოვიდათ ჩვენ ცხოვრების განმავლობაში. ეს არის ის, როდესაც მათ აქვთ რაღაც მეტა მიზანი, რომლის გამო ყველაფერზე წამსვლელები არიან. ერთი ასეთი დიდი შეცდომა იყო ომი ერაყში, როდესაც მისი მოკავშირეებიც კი საფრანგეთი და გერმანია არ გაყვნენ მას ამ ომში. და მაშინ ესე მეტამიზანი იყო, რომ გინდა თუ არა იქ იყო ბირთვული იარაღი და ახლა მეტამიზანი წარმოადგენს წარმოსახვითი მშვიდობა უკრაინაში, რომელიც ტრამპს მოვიდა ეს იდეა აზრად, რომ მე ვარ მშვიდობის პრეზიდენტი და მსოფლიოში უნდა მორჩოს ყველა ომი ჩემი პრეზიდენტობის დროს. ამ მეტამიზნის გამო ის იმდენად რუსეთს ყველაფერზე დათანხმდნენ. ხო, ანუ იმიტომ რომ ცეცხლი შეუწყოთ ახლა რუსეთზეა, ხო, დამოკიდებული და ანუ ფაქტობრივად რუსეთს ეუბნებიან, რომ ყველა პირობას შევასრულებინათ უკრაინას. და ოღონდ შენ ცეცხლი შეწყვიტე და გამოდის კაპიტულაცია არის, ხო, უკრაინასთან ეგრე გამოდის. და პლუს მაგას ჩვენ როდესმე გვახსოვს, რომ რუსებმა რაღაც მიიღეს და იმისით არ წავიდნენ? ხო? ანუ ასეთი რამე არ ახსოვს, ისტორიას არ ახსოვს, ხო? რა იყო? დაიდო ტრაქტატი, დაიპრეს მთელი საქართველო. შევიდნენ ფაშისტებს ებრძოდნენ, დაიპრეს ნახევარი ევროპა. ანუ რუსები არსად არ გაჩერებულან, ხო? სადამეც მიწვდნენ, იმის იქით კიდე მოითხოვეს. და შესაბამისად ეს ელემენტარული რაღაც ესმის ალბათ საერთაშორისო ურთიერთობების პირველი კურსის სტუდენტს და მე არ მჯერა რომ ეს არ ესმის ამერიკის მაღალ ეშელონებში ასეთი მარტივი რამე. მე ვფიქრობ რომ ამ პოლიტიკის ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში ამერიკა სრულებით მარტო დარჩება თავის მოკავშირეებშიც კი და მისი ნდობა აღარ იქნება აი არც ერთ ქვეყანას ალბათ მის მოკავშირეებს და ყველა ეს ექნება აი კარგი ტერმინი არის სტრატეგიული ავტონომიობა. ანუ კი ჩვენ ვართ საერთო დასავლური სამყაროს ნაწილი, კი ჩვენ დემოკრატიას თავისუფლებას ვაფასებთ, მაგრამ როდესაც ეხება საქმე ჩემს უსაფრთხოებას, ამ შემთხვევაში ევროპის უსაფრთხოებას, ევროპელები დადებიან ცალკე და ექნება თავისი ავტონომია, რომელსაც უზრუნველყოფენ, რაზეც ვისაუბრეთ ცოტა ხნის წინ. კი ბატონო, მაგრამ აი ეს ამერიკის რაღაც ლიდერობა თავისუფალი სამყაროს დასრულება, მაგრამ ჩვენ რეკლამებამდე ვცხოვრობთ, რომ ტრამპი რო წავა 4 წელიწადში მერე რა ხდება, ხო? ანუ ეს უკან შემოbrunდება, შანსი იქნება ყველაფერს შემოbrunების. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება,
ყოველ შემთხვევაში ფაქტია რომ იყო პერიოდი ხო ისევ და ისევ რაღაცა ის წასულზე თქვენს დებათ ვისაუბრებ ხო იყო ერთ პერიოდი ოდესაც თქვათ პირველი მსოფლიო ომის დროს თავიდან ამერიკა ნეიტრალური იყო მაგრამ მე ამერიკა აქტიურად ჩაერთო პირველ მსოფლიო ომში და მილიონამდე ადამიანი სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა ევროპაში მაგრამ მე აირჩია იზოლაციონიზმის გზა თქვათ ხო და არ გაწევრიანდა ამერიკა ერთა ლიგაში მაგრამ შემდგომში ვითარება ისე შეიცვალა ხო მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უკვე ამერიკა გახდა სუპერსახელმწიფო და ამერიკას მოუხდა ასე თქვათ დემოკრატიული სამყაროს დაცვა და გლობალურ დონეზე თქვათ კომუნიზმის გეოპოლიტიკური იდეოლოგიური თვალსაზრისით შეკავება ხო ანუ ვითარება მუდმივად იცვლება და ამიტომაც რა თქმა უნდა ესე მგონია რომ ამერიკა კვლავ გამოხატავს ზატყოფნას რომ დაიბრუნოს თქვათ ლიდერის პოზიცია თავისთავად მით უმეტეს თქვათ იმ ფონზე როდესაც თქვათ დღეს ძლიერდება იგივე ბრიქსი ხო ჩინეთ რუსეთი ინდოეთის ალიანსი და პლუს იქ ირანი და ეთიოპია და საემიროები დაემატნენ და შემდეგ და დამატებით პრობლემას უქმნის აღნიშნული საერთაშორისო დემოკრატიულ სამყაროს ბუნებრივია ამერიკას მარტო გაუჭირდება დიდ ვაჟას აქვს ხო კარგად ნათქვამი მარტო კაკაციანს და უნდა ცეცხლს ყრიდეს პირითავ და ბუნებრივია იგივე ცივ ომში ამერიკის გამარჯვება მიუხედავად იმის რომ ამერიკამ 5 ტრილიონი დოლარი დაახარჯა ის იმდროინდელი გაანგარიშებით დღეს 5 ტრილიონს გაცლებით ხო ეს დღევანდელი გაანგარიშებით შეიძლება ეს სადაც 50 ტრილიონს შეადგენდეს ხო ეს თანხა მაგრამ 5 ტრილიონი დაახარჯა ცივ ომში მაგრამ უკავშირებთან ერთად ხო დასავლეთ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ხო კიდევ ერთხელ თქვენ ესდებათ გავიმეორებ როცა 300,000 კაციანი კონტინგენტი ყავდა ამერიკას ევროპაში და შეძლო ამერიკამ საბჭოთა კავშირის და კომუნიზმის თქვა შეკავების საბჭოთა კავშირის დაშლა და ასე შემდეგ დააშენა ამიტომაც ამერიკას დაჭირდება ევროპა ამერიკას დაჭირდება თქვა უნდა მოკავშირეები ნუ ვერ ფაქტას რომ რა ვიცი იმედია რომ რა ვიცი ტრამპს ახლა ყოველ შემთხვევაში ამერიკული საზოგადოება მივა იმაზრამდე ალბათ და თვითონ კონგრესშიც ბევრი რესპუბლიკელი გაიმიჯნება ტრამპს და წესით ეგეთ ადამიანს და მოუწყონ იმპიჩმენტი რა სხვა გზა არ არის ეგეთი არაფერი ჩანს ახლა ტრამპის გამოსვლის დროს საკმაოდ ერთიანი იყო კონგრესში რესპუბლიკური პარტია მესმის და აი ეს თქვათ განწყობა თუნდაც იგივე ამერიკაში რამდენად შეიძლება მართლაც გადამწყვეტი აღმოჩნდეს ხო ჯერჯერობით ასე არ ჩანს განწყობებზე იყო გარკვეული გამოკითხვები რა პოლიტიკას ეთანხმებიან ამერიკელები ტრამპის და რას არა. მაგალითად მინერალებზე ხელშეკრულებას მეთანხმებოდა უმრავლესობა მოსახლეობის. თუმცა აი ესე ვთქვათ, ძალიან ჭალებში რო ვთქვათ, უკრაინის მიტოვებას რუსეთთან პირისპირ ძალიან ცოტა ადამიანი უჭერდა ხალხს, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ შეერთებულ შტატებში მოსახლეობა ძალიან კარგად ესმის რა ბრძოლა მიმდინარეობს, ხო? ძალიან კარგად ესმით ვინ არიან უკრაინელები, ვინ არიან რუსები და რა ბრძოლა არის, ხო? ეს არის ყოფილი იმპერიის ბრძოლა საკუთარი კოლონიების დაბრუნების, ძალიან მარტივად რო ვთქვათ რა. და ასეთ ბრძოლაში ამერიკის შეერთებულ შტატები არასდროს არ ყოფილა იმპერიის მხარეს. ეს ბუნებრივი მდგომარეობა ამერიკაში, რომ თავისუფლების მებრძოლს დაეხმაროს და არა იმისა, ვინც იპყრობს. ხო, გასაგებია, მაგრამ ტრამპი ამბობს, რომ ყველაფერი გამომდინარეობს რაღაც პრაგმატული მიდგომებიდან. შესაბამისად, ნუ ახლა ჩვენთანაც ასეთი დამოკიდებულება აქვს, ხო, ბევრს, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს, ამიტომ არ შეიძლება რაღაც ან დასავლეთის იმედზე იყო, ან ვიღაცის იმედზე იყო, შენ თავს უნდა მიხედო და აი აგერ ამან დაადასტურა, ხო, რომ ყველას აქვს თავისი ინტერესი და ხედავთ ახლა რასაკეთებს ტრამპი. შესაბამისად ეს ხო აზიანებს, ჩვენთანაც აზიანებს, ხო, ახლა დასავლურ განწყობებს და ასე შემდეგ. ფიქრობ აზიანებს პირველში იმ განწყობებს, რომ რაღაც შეთანხმებები არსებობს, კარგს მიყვანო. ძალიან ცხადად ევროპა გაცხადებულად იძახის თავის სტრატეგიულ ავტონომიას და ძალიან გაცხადებულად იძახის, როგორ დაიცავს იგი საკუთარ თავს. მე ვფიქრობ, საქართველოს აქ უნდა მოიაზრებდეს საკუთარ თავს და არ მოიაზრებდეს ერთ-ერთზე დარჩენილს პირდაპირ რუსეთთან, ხო? ანუ ყველა ვარიანტში თუ ჩვენ ვიძახით, რომ ყველა თავის ინტერესებს ატარებს, რუსეთს 20% აქვს ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული და ომის დაწყების დღიდან და იმის მერე რაც ქართულმა ოცნებამ შეცვალა თავისი რიტორიკა და პოლიტიკა, ჩვენ არანაირი დასტური იმისა არ გვაქვს, რომ რუსეთმა შეცვალა თავის მხრივ ჩვენს მიმართ, ხო, დამოკიდებულება. ისევ იტაცებენ ადამიანებს საოკუპაციო ხაზთან, ისევ არის ჩვენს მიმართ, ანუ არსად არ წასულა გუდაუთიდან და ცხინვალიდან სამხედრო ბაზები, ანუ ის ბაზები ისევ იქ არის, საქართველოს რუსებს საფრთხის წინაშეა. თუ ქართულმა ოცნებამ შეცვალა თავისი პოლიტიკა რაღაცა მიზნით, ეს მიზანი მიუღწეველია. და ფაქტია სახეზე, ხო? ანუ არაფერი არ შეცვლა. არა, მიზანი ისინი ამბობენ მიუღწეულია, რომ ჩვენ ამ турბულენტურ ვითარებაში მშვიდობა შევინარჩუნეთ. ჩვენ მშვიდობა მქონდა მაქამდეც, 2008 წლის მერე საქართველოში არის მშვიდობა.
ხო და ჩვენი დამსახურება მაგას ამბობ 2012 წლის მერე ასე მშვიდობა. შესაბამისად ასხამს თუ არა ყველაფერი ოცნების დისკურსზე წავს როგორ გონია? ну, მათი პრიორიტეტი არის პირველ რიგში ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერი გზით და აქედან გამომდინარე. ხო და ამაზე ასხამს თუ არა წავს? რასაც ახლა ამერიკა აკეთებს. კი, ოცნების ინტერესებზე კი წყლის გულზე ასხავს წყალს, მაგრამ არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, რა თქმა უნდა. ამიტომაც თვითონ ოცნება თუ აქვთ ახლა რაღაცა საბაბი მიეცათ, ასე ვთქვათ, რომ ისაუბრონ იმაზე, ჩვენ ხო გავთხილებდით, ხო, ეს deep state-ი არსებობს და ეს იგივე ევროპასთან დაკავშირებით, ეს უკრაინასთან. გუშინ ამბობდა რომ რაღაც ჩვენი ტერმინებით ალაპარაკდაოთ. კი, ჩვენი ტერმინებით, კი, ბატონო, ხო და მოკლედ ანუ ამაზე საუბრობენ და ანუ რატო არ მისაღები, თქვა ის ვითარება, რომელიც არსებობს დღეს არც ამერიკას ძალია, თქვა საქართველოსთვის, არც ევროპას, ხო, რომ მიხედოთ, თქვა იგივე სანქციები, რომ გააძლიერონ და შემდეგ იგივე ბრიტანეთის თემთა პალატა აპირებდა თებერვალში, სხვათა შორის ქართველი de facto მაღალჩინოსნებისთვის ხო სანქციების დაწესების საკითხს, თუმცა ამ პროცესმა გადაიწია და ამიტომაც სანამ ყურადღება გადატანილია, თქვა ამერიკა-ევროპის ურთიერთობებზე, თქვა ხო და ისევ და ისევ რა თქმა უნდა რუსეთ-უკრაინის ომზე, ბუნებრივია, თქვა ნუ ამ შემთხვევაში ესე იგი ქართული ოცნებისთვის მისაღებია აი ეს ვითარება, რომ ისინი ინარჩუნებენ ძალაუფლებას, ნუ მე რა თქვა სამაგერად ავითარებენ ურთიერთობას თურქმენეთთან და ესე იგი უზბეკეთთან და ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არადემოკრატიულ ქვეყნებთან, მაგრამ ეს ქვეყანას აქცევს იზოლაციაში, მაგრამ თვითონ რადგან ძალაუფლებას ინარჩუნებდა, ბევრი ვიცით ეგეთი პოლიტიკური ლიდერი, თვითონ მაგალითად იზოლაციაში აქცევდა ხო ქვეყანას, ხო, ვთქვათ, ავტარკიის პირობებში, ვთქვათ, ალბანეთში ხოჯას რეჟიმის სიტყვაზე, ხო, მაგრამ თვითონ ძალაუფლებაში იყო რა ენაგდა ჩრდილოეთ კორეა ხა, ხო? ესე არის ხა ბელარუსის, ხო, ხა უკვე პირდაპირ ამბობს ლუკაშენკო, კი დიქტატორი ვარ და რა მერეო, დიქტატურა არის საჭირო. კი, ლუკაშენკოს ყავს სტრატეგიული პარტნიორი, ხო? რუსეთის ფედერაციის აქეთ და ჩვენ ისე გამოვდივართ, რომ არავის კარში, ანუ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთი თავარი დაპირება ის იყო, რომ საქართველოს უნდა ყოფილიყო დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საგანი. მაგრამ თუ შენ ხარ საგანი და შენ მაგიდაზე არ არის შენი საკითხი დასმული, შენ საერთოდ ჰაერში ხარ, ხო? ანუ არანაირი გარანტია კი არა, შენზე აზრიც კი არ არის დაფიქსირებული, შენ ტერი ხარ ვინმესთვის თუ მოყარე თუ მოკავშირე თუ საერთოდ რა ხარ რუკაზე, ხო? ანუ ეხლა რო იყო ტრამპის ინაუგურაცია და ქართული ოცნების 1-2 წამყვანი რო იყო ჩასული და ხელს რო ვერავის ვერ ართმევდნენ, ხო? ეგ არის იმის შედეგი, რომ 12 წელი ეს ხალხი საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას არც პარტნიორებს და არც მოწინააღმდეგეებს და საერთაშორისო ურთიერთობებს უყურებდა როგორც სადმე ჩასვლად და რაღაც ფოტოების გადაღებას, რაღაც კარგი ხედებით. ხო? ანუ ეს არ არის საერთაშორისო ურთიერთობები და ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რაც უნდა იკეთებინა 12 წელი. დღეს არც მოკავშირე ყავს ქართულ ოცნებას საერთაშორისო და არც მოწინააღმდეგე რა თქმა უნდა ქვეყანას ყავს თორე მათ არ ყავთ. ხო, გასაგებია, მაგრამ გამოდის რომ მათი პოლიტიკა არის რაღაც აი ფარული დალაგება რუსეთთან, ხო? ან იმ მიზნით რომ არაფორმალური რომ ისინი თავს არ დაგვესხან. არაფორმალური და შეიძლება იყოს გარანტია დიდხნიანი მშვიდობა. კი, არა, რა თქმა უნდა ვერ იქნება. ჯერ-ერთი რუსეთთან, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლების სათავეში, საბჭოთა ეკონომიკური ბრუნვა რუსეთს და საქართველოს შორის გაიზარდა დაახლოებით 10-ჯერ. 260 მილიონი დოლარი იყო 2001 წელს და დღეს 2.5 მილიარდი დოლარია დაახლოებით. ხო, ანუ ეკონომიკური დამოკიდებულების და რუსეთს, რა თქმა უნდა, განაპირობებს პოლიტიკური დამოკიდებულების ზრდას, პლუს რა თქმა უნდა, აგე პუტინი შეხვდა იმ გუნბას, ხო, ბატონს ახლა ვერც და ვერც მეორეს ვერ უწოდებ, ანუ არანაირი რაღაცა ნაბიჯიც გადაგვა რუსეთის მხრიდან, ხო, რომ აი კი საქართველოს რა კარგი პრორუსულ პოლიტიკას ატარებს და მოდი ახლა აფხაზები და ოსები ვაიძულოთ თუ თაქმობაზე წავიდნენ ოფიციალურ თბილისის წინაშე, ხო არ არის, ხო, რუსეთი აგრძელებს პირიქით უფრო აძლიერებს ესე იგი აფხაზეთს და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების ანექსირების პროცესს, ხო? აფხაზეთის ბიუჯეტი 80% დამოკიდებულია რუსეთთან გადმორიცხულ ფედერალურ თანხებზე და ცხინვალის რეგიონის თითქმის 99% ბიუჯეტის 99% ფორმირდება რუსეთთან გადმორიცხული თანხების წყალობით, პლუს ხდება ადამიანების, აი გიორგი მსაუბრა, ადამიანების გატაცება ოკუპირებულ რეგიონებში და პლუს რამშვიდობაზე ლაპარაკობთ, თვითონ საქართველოს მოქალაქეები, ხო, უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ თავს, ის განსხვავებულ აზრებისაც გააჩნია, შეიძლება ვიღაცა თავს დაესხას, ვიღაც ტიტუშკა, ვიღაც ორგანიზებული ბანკფორმირებები და ასე. ეს სხვა საკითხია, მადლობა დიდი, სამწუხაროდ მოიწურა, მადლობა საინტერესო საუბრისთვის.